ისა, მოგესალმებით, ჩემი თმები დამუხტული არის 1200 ვოლტით. სხვა კაბელის ექი. Yes, სხვა კაბელის ექიმთან მივდივართ დღეს. რა ისინი გავიკეთა? ჯერ უნდა შევიბატმა და ჩემი უსაყვარლესი ჩემი დათუჩია ჩამოვიდა და ჩემი ბავშვების მეგობარ დილა არის ძალიან ადრე და სპეციალურად არ გავუარე, ხა ეძინება თქვა და აგერა. ნახე ჩვენი დათუჩია, სად არა ზურა ეხლა. ძალიან უყვართ ერთმანეთ, ძალიან და ისე მიხარია, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრებს და ზურას აქ ესეთ დამოკიდებულება ერთმანეთთან თვები ამიჩეჩა. ხო და 5 დღითაა ჩამოსული. რა უნდა ქნა, სხვა გამოსავალი არ ქონდა, მეტი დრო არ ქონდა. რა ჩამოვალთ ქუთაისიდან, მერე წავალთ დავითასთან, ხო დედა? და ინკა ბებოსთან. გაბებო? ხო, ინკა ბებოსთან დედა. ვერაფერ პიტებს გავიკეთე. არ ვიცი დედა, არ გაგიკეთებენ, ჯერ უნდა მივიდეთ, უნდა დაველაპარაკოთ ექიმს, დღესვე კი არ გაგიკეთებენ. ჯერ ექიმა უნდა გნახოს, უნდა დაგელაპარაკოს, უნდა შეგიმოწმოს კბილები იმას, დღესვე კი არ გააკეთებენ, დედი. იმიტომ რომ იმას დრო სჭირდება, ჯერ ექიმა ხო უნდა შეგამოწმოს. კარგად გიყურებ ამ სარკეში. სხვათა შორის ჩვენმა მომწერა სარკესთან დაკავშირებით. მივწერე ინსტაგრამზე ლინკი ჩაუგდო და შევკვირდი, რომ რეალურ ფოტოს გაჩვენებთ და დამავიწყდა. მოდიშ გიხდი. აი ესეთია ის სარკე. რაც ჩამომივიდა. რეალური აი ესეთია. მე კი მადგება. ანუ ჩემთვის გამოსადეგია, ძალიან კარგად ვიყურები უკან გოგოებს ვხედავ. იმიტომ რომ შუა სარკე რომელიც არის მანქანის, ის ისე მაქვს დაყენებული, რომ ვიყენებ ვიღაცამ რამხელაზე დაამტკნა რა. იმას ვიყენებ ისთვისაც იყენებენ უკანახედვის სარკე, რაც არის. რა დანიშნულებაც აქვს, დანიშნულები. ხო და მოკლედ წავედით. ნახოთ, რას გვეტყვის ორთოდონტი. და ამას ჩაგდებ. ორთოდონტი რა? კბილის ექიმია იგივე დედიკო, უბრალოდ ორთოდონტი ცოტა სხვადასხვაირი ხო. ორთოდონტი ზრუნავს კბილების გასწორებაზე, ვთქვათ, ვისაც ბრეკეტები ჭირდება, ფირფიტების ჩადგმა ჭირდება, კბილის ჩასმა ჭირდება და მსგავსი რაღაცები. პაკუსია რატო დადიხარ შუა გზაში? ისეთი რაღაცები. ვთქვი და პაკუსია ძაღლი იყო და იმას უთხარი პაკუსია თქო. ძაღლი იყო შუა ქუჩაში, შუა გზაზე. ესეთი აბები, წავედით, ხო? მე არ მისაუზმია. ბატონო. გისმენთ? არა, სიხარულო ვერ დაურეკავთ მარი ბებოს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენთან არის ძალიან ადრე ეხლა და ათენში არის კიდე უფრო ადრე. ეხლა მარი ბებოს ეძინება. რომ მოვილევთ ყველაფერს, მერე შეგვეძლება დავურეკოთ. ათენში ეხლა არის დედიკო 8 საათი არ არის ჯერ. ხო, ძალიან ადრე არის დე. ბაბა, ასე ადრეალად არ ვიდის საფსახურში. მამიკო უკვე წასულია დედა მუშაობს. აი რა საკეთებ ადამიანო? რა საკეთებ? ბაბუჩა ადრეალად. ბაბუშვიც საათზე წავიდა დედიკო. წავედით მოკლედ ქუთაისში. არც მითქვია ისე, ვაიმე, რომელი ექიმი გვერდშია, მე მგონი ანა ექიმა.
ანა ექიმა გვირჩია ფიქრია ნატრიაშვილი. გონი სწორად, სახელს ვაბობ სწორად დარწმუნებული ვარ, გვარი არ შებეშალოს. ნატრიაშვილი არის, თუ არ ვცდები, თუ ვცდები ჩავასწორებ და დაგიწერთ ერთ-ერთი საუკეთესო ორთოდონტია, ბავშვთა ორთოდონტი არისო და მაგის გარდა სხვას ვერ გავუწევ რეკომენდაციასო ესე მითხრა, ესე რომ წავედით. მოკლედ. და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ხო? ეველინას ერთი სული აკლოდის მივა. წყალტუბოში ვარ ჯეგო. ჩამოვიდეთ ქუთაისში. ხა ქუთაის გბილისეკიდან წავედით მოკლედ. ეხლა მომივიდა შეტყობინება, რომ ტემუ სამანათი არის გზაში ჩვენსკენ. და არ მახსოვს ტელეფონის ნომერი. სადაური მაქვს მითითებული. აკაუნტი საბერძნეთის. ეხლა უცებ გამახსენდა. Mama saklayıcı konuşuyor. Çargan yıksın. Hepsi de gavide. Ara ne? Evet. Ara nasıl bakıyor? Ya kuriozi. Yani bakıyor çemne kopan mire kapsa sakisle mi gider oromita? ფიქრი Şimdi ay sakis kalıyor. Domu sakis kalıyor. სად მიდიხარ? სადაწერია აბა ბუბლიკი? აბა სადაწერია? ვიყიდოთ? შენ არა ხარ აქ ნამყოფი ხო? არა წამკი ვიყიდოთ ბუბლიკები. ხო? მოგეწონა? მოგიდე ხელი მეორე დე? გამოვისენეთ და მეწვათ. მოვედით კარფურში მე და ევეკო. ხო? ხო. ტატი. შებრძანდი ქალბატონო. ბუბლიკები მიირთვა. მოგეწონა ბუბლიკები? ძალიან კაი. რა ვიყიდეთ მე და ევეკო კარფურში 68 ლარად? სენდვიჩის პური. წაიღე. კიდე წება ჩემი წაიღე. 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 სამია მერთო რა დღეში არის. ევეკოს უყიდე წებო, უყიდე ეველინას მყარი, კორექტორი უყიდე ერთი, მაკრატელი ვიყიდეთ, იმიტომ რომ დაკარგა, არ ვიცი სად დაკარგა. აკვარელის საღებავები ვიყიდე. დანიელასთვის, სხვათა შორის, იმიტომ რომ დანიელას ძალიან უყვარს ხატვა, ფუნჯებით. ამ დილით ამოლაგებული ქონდა ფუნჯები, სველი სალფეთქები, ეველინასთვის სკოლაში ვატნევ. ვენიში, ფასტაკლებით იყო დედა? ლაქების ამოყვანი. ვენიში, ეს იყო ფასტაკლები. ვენის ქონდა ფასტაკლება. 12 ლარიდან ვიყიდე 5 ლარად. კიდე ვიყიდე გოგოებისთვის კბილის ჩოთქები. ესეთი სპლატის. და ასევე კბილის პასტა. არის რისი გემოთია ეს? ხილის კოქტეილი ასე ქვია და საკმაოდ პატარა. ყუთია დიდი სამაგია. ყუთი რამხელა. ეგინე ხელა. Kita rakontsutsulia. ხოდა ეს დაწეპებული იყო, ანუ არ გამიხსნია იქ. მართლა არ მეკონა. თუ რა ვქნა ხა, ყველის პასტა ჭირდებათ. შედარებ. ყველის ჩოთქები ჭირდებათ, ხო და ბანანი. всё, მეტი არაფერი არ მიყიდია. ეს იყო სულ სენდვიჩის პური, ეს საკანცელარიო რაღაცები. კბილის
პასტა, კვილის ჩოთქები და ესენი ჩალაგე ცელოფანში და მე ეხლა გაჩვენებთ უცებ თუ რა ჩამომივიდა ტემუდან გამოწერილი ნივთები. დიდი არაფერი ისეთი არ ყოფილა, მაგრამ მე დაგათვალიერებინებთ უფრო გოგოების თმისაბნევების კოლექცია მე მგონია. ჩამოვიდა მოკლედ შავი რეზინების, აი ესეთი ნაკრები, ესეთი რეზინები არის. არაფერი განსაკუთრებული. ვიდეოზე ვაკვირდები და ჩემი ფრჩხილების გაკეთების დრო მე მგონი. მოკლედ ესეთი რეზინები. ასევე ჩამოვიდა აი ესეთი თმისაბნევები. ასევე ჩამოვიდა აი ესეთი ბაფთები. სადაფერები. ასევე ჩამოგვივიდა ესეთი წვრილი თმის რეზინები. ესეთები. კიდევ ჩამოვიდა აი ესეთი თმის რეზინები, ესეთი პატარა პომპონები აქვს. აი ესეთი. კიდევ ჩამოვიდა ესეთი ვარსკვლავები. ხომ მიხვდით რომ ლებიც არის. ასევე ჩამოვიდა ესეთი გულით მისაბნევები. ესეთი გულით მისაბნევები ძალიან მომეწონა. მიცადე გადმოვყარო. ესეთი ეს გულით მისაბნევებისა. კიდე ესეთი ბაფთა. ასევე ჩამოვიდა მოიცა იქნებ შევძლო და გავხსნა ცალი ხელით. რაღაც ეჭვი ვეპარება. აი ესეთიც მისაბნევები კიდევ. აი ესენი ძალიან მომეწონა სულ რა ვიცი რაღაცა ერთ სტილში გადის, მაგრამ მე სხვადასხვა ფორმის არის და მაინც შევუკვეთე, რა ვიცი. კიდევ შევუკვეთე სავარცხლების ნაკრები. ესეთი. მოდი ეს გავწიოთ. ამას მოყვა ასევე სპრეის ბოთლი. აი ესეთი სპრეის ბოთლი. და კიდევ ესეთი ორი ცალი რაღაც. ინტერნეტში მაქვს როგორ ვარცხნილობებს აკეთებენ, ამით ნანახი მაქვს. მაგრამ მე არ მგონია ხა ეს გამოვიყენო. მე უფრო ეს ნაკრები შევუკვეთე, კიდე ეს ქონდა. აი ესეთი. მე ეს ნაკრები შევუკვეთე, აი ამ სავარცხლების გამო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეგრეთ წოდებული პუწებისთვის არის იდეალური, ძალიან კარგად ვარცხნის და პლუს კიდე თმის გასაყოფად არის ძალიან კარგი. აი ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდე გაჩვენებთ რა ჩამოვიდა. კიდე ჩამოვიდა აი ესეთი ფარდის სამაგრი. მე რატომღაც მეგონა რომ შეკვეთილი მქონდა 2 ცალი და თურმე ყოფილა 1 ცალი. ამიტომ უნდა შევუკვეთო თავიდან. ერთ-ერთი კიდევ ნივთი რომელიც ჩამომივიდა. ეს არის სტიჩ მიხატული თერმოჭიქა. თქვენ იცით ჩემი და ყავის დამოკიდებულება. მოვამზადე კიდევაც ყავა. აი ესეთი, უიმე. რაც თავარია არ გადმოდის, არ წვეთავს და ინახავს ძალიან დიდხანს ცხელ ყავას. ხოდა ვარ უზომოდ კმაყოფილი ამ ამანათით მინდა გითხრათ. თან სტიჩი რო ახატია. სტიჩი ჩვენში სიყვარულია. სტიჩის ფაზაში ვართ. მე მგონი რაღაც პერიოდი ვიქნებით ეს.